ნახევარკუნძულზე რუსის სამხედროების პროვოკაციები გრძელდება. რუსეთის დუმამ ყირიმისა და სევასტოპოლის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა. რუსულმა მხარემ ბაზარზე უკრაინული პროდუქცია აკრძალა. ევროკავშირი კი რუსებს კვლავ სანქციების დაწესებით ემუქრება. ყირიმში რუსული პროვოკაციები გრძელდება. ავტონომიური რესპუბლიკის მარიონეტული მთავრობის მებრძოლებმა სამხედრო ობიექტების უმრავლესობა დაიკავეს. შტურმით აიღეს სიმფეროპოლის პროკურატურის შენობა და ტელერადიო კომპანია ბრიზი. უკრაინის სამხედრო პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის პერსონალს თავაზობენ მუშაობა გააგრძელონ შავი ზღვის ფლოტის მედია ცენტრში, რომელიც ბრიზის ბაზაზე შეიქმნება. ყირიმის ტერიტორიას ტოვებენ უკრაინელი მესაზღვრეები. რუსეთმა მეზობელი სახელმწიფოს პროდუქტებისათვის ბაზარი დახურა. სააგენტო უნიანის ცნობით რუსეთის საბაჟო პუნქტებზე უკრაინული სატვირთოები არ შეუშვეს. რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის საზღვრების დარღვევა გააკრიტიკეს ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა. საფრანგეთმა პირობა დადო, რომ უკრაინის ტერიტორიების დამატებით ანექსია შეაჩერებს. გერმანიის კანცლერმა კი ყირიმის ანექსიის ფონზე დიდი რვიანის გაუქმებისა და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი ზეწოლის შესახებ განაცხადა. მოსკოვის მხრიდან სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ევროკავშირის ლიდერები ფედერაციის წინააღმდეგ სავიზო რეჟიმსა და საბანკო ანგარიშებზე ახალ სანქციებს დააწესებენ. გადავხედავთ აპრილში დაგეგმილ გერმანია-რუსეთის კონსულტაციებსაც. ფედერაციისთვის ფინანსური და საბანკო ღონისძიებების გატარებას ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი. თავად რუსეთი კი დასავლეთის მხრიდან დამატებითი შეზღუდვებისთვის ემზადება და აღმოსავლეთთან სავაჭრო ურთიერთობის იმედს იტოვებს. უკრაინაში რუსული საკუთრების ხელყოფის შემთხვევაში ჯაჭვური რეაქციით იმუქრება ფედერაციის საგარეო უწყება. ვფიქრობ, არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს მსგავსი სამართალწარმოება. ყოველთვის დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და კანონიერ ფარგლებში. ყირიმისა და სევასტოპოლის ფედერაციის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების სახით შესვლის საკითხი თითქმის მოგვარებულია. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პუტინის მარიონეტებზე ძებნა გამოაცხადა. ყირიმის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი და ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე იმ პირების სიაში მოხვდნენ, რომლებიც წინასწარი გამოძიების სამსახურებს ემალებიან. კიევი კი რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას არ ჩქარობს. პრემიერ-მინისტრს იაცენუკის თქმით, უკრაინის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი ფედერაციაზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით არაეფექტური იქნება. უკრაინას კი ჰუმანიტარულ პრობლემებს შეუქმნის. რუსეთის აგრესია მეზობელ ქვეყანაში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა შეერთებულმა შტატებმა. რუსეთმა გადაწყვიტა თავისი საზღვრების შეცვალოს, მაგრამ იგი ფაქტებს ვერ შეცვლის. შეერთებული შტატები გმობს ფედერაციის სამხედრო ინტერვენციასა და ყირიმის ტერიტორიის მიტაცებას. ეს ქმედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, რუსეთის ვალდებულებების, საერთაშორისო კანონისა და გაეროს ქარტიის დარღვევას ნიშნავს. ყაზახეთისა და ბელორუსის შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძულზე ფსევდო რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირეს აფრიკის ქვეყნებმა და სომხეთმა.